მოგესალმებით, მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია, ვისთან ერთადაც გავარჩევთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და მთელ მსოფლიოში. მოგესალმებით, ბატონო მამუკა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმები, თენგო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მინდა გითხრა მოწვევისათვის, დიდი ხანია ჩვენ არ შევხვდივართ ერთმანეთს, კი, ესე და გამიხარდა სასაუბროს ბევრი დაგროვდა ამასობაში. მინდა დავიწყოთ საუბარი თურქეთის მოვლენებით, მაყურებელს მივაწვდი ინფორმაციას, რომელიც ალბათ ნაწილმა ისედაც იცის. სტამბოლის მერი და ამავდროულად ოპოზიციის ლიდერი დააკავეს თურქეთში, მასთან ერთად არიან დაკავებულები სხვადასხვა ინფორმაციით რამდენიმე ათეული 100-მდე ადამიანი და ამას მოყვა ძალიან დიდი გამოსვლები, უკვე დაიწყო რამდენიმე საათია, ძალიან დიდი გამოსვლები თურქეთში. ეს არის ოპოზიციის მთავარი კანდიდატი, რომელმაც კინაღა მოუგო, ხო, ერდოღანს ბოლო არჩევნები და თანაც მთავარია ეს არის სტამბოლის მერი. უზარმაზარი ქალაქის, უზარმაზარი მხარდაჭერით. დაკავების მიზეზებზე ბევრი ბრალდება არის, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მედიაში გაჟღერებული, ეს არის კორუფცია, ტენდერები, გარდა ამისა, რაც ალბათ უფრო ყველაზე მეტად საინტერესოა, ბრალად ედება ტერორიზმი, ქურთების მუშათა პარტიასთან თანამშრომლობა. რა გახდა ამისი მიზეზი, მოდით ეს რო გავარჩიოთ. ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ანალიზისთვის, თუმცა რაც არის ინფორმაცია, უკვე ესეც საკმარისია. თურქეთი არ არის ესეთ რიგითი სახელმწიფო, ეს არის ძალიან ძლიერი რეგიონული სახელმწიფო და თურქეთში მიმდინარე პროცესები სავარაუდოდ ასახავს რეგიონზეც. და ეს ამ პერსპექტივებზეც რომ ვისაუბროთ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რა დაემართა ერდოღანს, ასე ვთქვათ, რატომ გახდა საჭირო მისთვის დღეს ამ ნაბიჯის გადადგმა? ხო, ძალიან საინტერესო, ეს არის დღევანდელი ამბავი, დღეს იყო დაპატიმრებული სტამბოლის ორჯერ, მე მინდა თენგო შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ეკრემ იმამოღლუ არის ორჯერ არჩეული, სტამბოლი არის 15 მილიონიანი ქალაქი. ორჯერ არჩევნები, მან 2019 წელს წმინდად მოუგო არჩევნები ილდირიმს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თან ისე გააკეთეს, რომ ის 2019 წლის სტამბოლის მერის არჩევნები საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, იქ ჩაერია პოლიტიკური ზეწოლა იყო CSKO-ში, იქაურ CSKO-ში არ უთვლიდნენ, შემდეგ გააუქმეს, რამდენიმე თვე იყო, მერე დაიჭირეს, მოკლედ მთელი ისინი იყო, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც გაიმარჯვა და გახდა პრემიერ-მინისტრი. ის წარმოადგენს სახალხო რესპუბლიკურ პარტიას, ეს არის ქემალისტური მიმდინარეობის პარტია. მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ ეკრემ იმამოღლუ არის წარმოშობით ლაზი, ის არის ტრაპიზონელი, წარმოშობით მისი მშობლები და ის ლაზია. არის ორჯერ გითხარით, რომ არჩეული იყო ისტამბოლის მერად, სხვა შორის შარშან ზუსტად ამ დროს იყო თურქეთში ადგილობრივი, ანუ რეგიონალური არჩევნები, სადაც ერდოღანმა და მისმა პარტიამ სამარცხვინოდ პირწმინდად წააგო ყველა დიდი ქალაქი დღეს თურქეთში, ისტამბული, იზმირი, ბურსა, ანკარა არის ოპოზიციის ხელში, ანუ მერები გახლავთ ოპოზიციის წარმომადგენლები. ნუ ისტამბულზე, ანუ სტამბოლზე, რა თქმა უნდა, ერდოღანს დიდი გართულება აქვს, თვითონ არის სტამბოლელი, თვითონ იყო სტამბოლის მერი ერდოღანი და იქედან მოდის მისი პოლიტიკური ისტორია, მისი პოლიტიკური კარიერა დასაწყისი და მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი არის სტამბოლი და სტამბოლის მდგომარეობა, რომ მისმა პარტიამ ორჯერ ეს არჩევნები წააგო. ანუ გამოსვლად დღეს დააკავეს, როგორც აი თენგო ბრძანა და ყველაზე საინტერესო მომენტი ის გახლავთ, რომ სტუდენტების გამოსვლა დაიწყო და რატომ? სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს შეუჩერა, ანუ დიპლომის ცნობა არ აღიარა, ანუ დიპლომი გააუქმა, არ უღიარა, იმიტომ რომ იმამოღლუ სწავლობდა კვიპროსზე, ჩრდილოეთ კვიპროსში, ანუ თურქულ კვიპროსში, შემდეგ გამოვიდა სტამბოლის უნივერსიტეტში და ეს მომენტში მას დიპლომი არ უღიარეს. თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით პირს, რომელსაც დიპლომი არ გააჩნია, მას არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ანუ რა ხდება, რამდენიმე დღის შემდგომ დანიშნული იყო პრაიმერიზი სახალხო რესპუბლიკური პარტიის, რომელსაც უნდა აერჩია ერთიანი ლიდერი, ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატურა და რა თქმა უნდა ეს ეკრემ იმამოღლუ იყო.
და ამიტომ დაასრო ხელისუფლებამ და ის დაკავებული იქნა. მნიშვნელოვანია ხა თენგო თქვენ თქვით რომ მას რამდენიმე წაუყენეს ბრალდება, ხა პირდაპირ პოლიტიკურ ბრალდებას ვერ წაუყენებდა, მას აქ რამდენიმე ბრალდება, ეს არის კორუფცია, ეს არის თაღლითობა, ეს არის ტენდერები და პლუს ტერორიზმი, სახელმწიფო ღალატი თურქეთის მუშათა პარტიასთან ურთიერთობა. თქვენ კარგად იცით რომ ეს პარტია აკრძალულია დღეს თურქეთში, პარტია და მისი ლიდერი ოჯალანი ზის ციხეში მუდმივი პატიმრობით. სხვა შორის ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც კენს იყრიდა პრესაპრეზიდენტო არჩევნებში, ხა ისტანბული არის 15 მილიონიანი ქალაქი და თქვენ ჩათვალეთ ხა რამხელა მეგაპოლისია და ჩათვალეთ მისი მერი უკვე ფაქტიურად არის ერთ-ერთი ლიდერი, ხო, უკვე საარჩევნო ლიდერი და გამოკვეთილი ლიდერი და მას ჰქონდა სერიოზული მხარდაჭერა ქურთებისგან. მან ისტანბულის არჩევნებში მოიგებდა რომ არ ყოფილიყო ქურთების მხარდაჭერა. მას ეს ჰქონდა. ამიტომ ის ორი არჩევნები მან 39 წელსაც და 2024 წელსაც ასე მოიგო. სავარაუდოდ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები კანონით 2028 წელს უნდა გაიმართოს. თქვენ გახსოვთ ერდოღანის არაერთხელ განცხადება რომ ის ბოლოჯერ ამის შემდეგ კი ბატონო ახალგაზრდებს მაშინაც უკვე დროული ასაკის იქნება და სადღაც 2028 წელს ერდოღანი იქნება სადღაც 72-73 წლის. ალბათ მას ყავს ახლა არჩეული მემკვიდრე, როგორც ამბობენ პრესაში და ექსპერტები, ეს არის ხაკან ფიდანი, საგარეო საქმეთა ministri თურქეთის ყოფილი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც ფაქტიურად არის უკვე ითვლება ერდოღანის მემკვიდრედ მის პარტიაშიც და საერთოდ მომავალშიც და აი ერდოღანი მას თვლის თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ. აი შეიძლება იცით აი ეხლა რატო ვამახვილებ ჩვენ ყურადღებას თურქეთი ჯერეთი ის რომ ჩვენი დიდი მეზობელია და ის პოლიტიკური კატაკლიზმები რაც იქ მიმდინარეობს რაც იქ მიმდინარეობს და რაც ის იქნება არ შეიძლება ჩვენთან მიმართებაშიც ასახვა არ ნახოს პოლიტიკაში საქართველოსთან მიმართებაში მეორე ღმერთთან დაიფაროს და ან რამე სამოქალაქო დაპირისპირება საზღვარზე ვართ ხო ბოლო ამის საფრთხე არის აი ეს არის საინტერესო იმიტომ რომ აი მაგალითად Reuters-ის ინფორმაცია არის ახალი რომელიც ამბობს რომ სტუდენტებს და პოლიციას შორის დაიწყო უკვე დაპირისპირება გამოიყენეს რეზინის ტყუებიც რემცადენი გაზი როგორ ჩანს არის იქ უკვე საკმაოდ ეს არის მე არ ამგონია რომ გლობალურ დაპირისპირებაში გადავიდეს ანუ სამოქალაქო ომის პრეცედენტი მოხდეს მაგრამ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ სტუდენტები იცავენ იმამოღლუს სტუდენტები გამოდიან პროტესტით იმის გამო რომ მას არასწორად გააუქმეს დიპლომის სტატუსი რომ მას დიპლომი ეკუთვნოდა ნუ რა თქმა უნდა ეხლა ეს დიპლომის თემა მოგონილი თემაა და მიზეზი მოუძებნეს აქამდე კაცი ორჯერ არის არჩეული სტამბულის მერა და ეხლა გაახსენდათ 8 წლის მერე რომ თურმე დიპლომი არა კანონზომიერად და არა კანონიერად აქვს აღებული და არასწორად არის სასწავლებელი ჩრდილოეთ კვიპროსიდან გადმოსული ხო ნუ ეს გამოწვეული თემა ეხლა ყველა გრძნობს ამას მაგრამ მე მინდა კიდევ ერთ ფაქტს მივოქცე ყურადღება შეიძლება არაფერ შუაში არ არის შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც აქვს აი ამერიკის ხელისუფლებაში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში მოსვლა ტრამპის მთავრობა ადმინისტრაცია და აბსოლუტურად სუსხვა დამოკიდებულება სუსხვა მსოფლმხედველობა სუსხვა პოლიტიკა დაიწყო ტრამპმა ხო ტრამპი საერთოდ აბსოლუტურად მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია და ხო ხედავთ ხომ როგორ პოლიტიკას აწარმოებს და უცბად აი ესეთი დამთხოვა აქ რომ თურქეთში ასეთი სიტუაცია ხდება არავის არ დაგვავიწყდეს რომ რაც ირანში უკაცრავად სირიაში მოხდა ეს ყველაფერი ეს ერდოღანის და მისი ხელისუფლების დამსახურება ესენი არიან პირდაპირ სპონსორები აი ამ დღევანდელი თურქეთის სირიის ხელისუფლების ესენი იარაღს აძლევდა ერდოღანის ხელისუფლება და ერდოღანის ხელისუფლება მათ ფარველობდა ყველანაირი გაგები და ყველანაირი კონტექსტით მას აქვს კიდე სირიის ტერიტორიაზე გაუწილად პრეტენზიები რომ თურქეთის არის და შემოიტიოს და მე ეს უკვე ეს დაუმთავრებელი და პერმანენტული დაძაბულობა მას თურქეთის ქურთებთან და
თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ქურთების ბრძოლა ერთიანი სახელმწიფოსთვის, ერდოღანის, ანუ თურქეთის პოზიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაინც ვთვლი რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციის მოსვლასთან დაკავშირებით არის ეს. ჩვენ ახლა სანამ გადაცემა დაიწყებოდა მე და ბატონი თემგო საუბრობდით ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ გავიხსენეთ პირველი მოსვლა, ანუ 2016 წელს ტრამპის ხელისუფლებაში და გავიხსენეთ მაშინ რომ უნდათ უკვე ერდოღანის რაც გადატრიალების ცდელობა ეს გიულენი ზუსტად ტრამპის მოსვლას დაემთხვა მაშინაც ეს გიულენის გამოსვლა გიულენი გახსოვთ მისი ოპოზიცია რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა გარდაიცვალა უკვე ეს კაცი მისი მტერი გახსოვთ რა ერდოღანის ფიზიკურ მოსვლაზეც იყო საუბარი და სხვა შორის მაშინ ერდოღანმაც და თურქეთის სპეცსამსახურებას აღნიშნეს რომ ის ინფორმაცია კონფიდენციალური რუსეთის უშიშროება მიაწოდა რომელმაც წინასწარ და გააფრთხილა კი ბატონო რომ ერდოღანზე მზადდებოდა თავდასხმა და მაშინ გახსოვთ რომ უამრავი 10,000-ობით ხალხი დაიჭირეს გაყარეს სახელმწიფო სტრუქტურებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დღევანდელი მონაცემებით გაცემულია სანქცია 100 კაცზე ეს არიან ჟურნალისტები, ბიზნესმენები, დაჭერილია მისი პრესმდივანი, მისი თანაშემწე იმამოღლუსი. ხო და აი ვნახოთ. ის რა არის? აი მინდა ჩაგეკითხოთ ამ საკითხზე. პირველი რაც ჩემს გაოცებას იწვევს და ეს პრინციპში ტრამპის მოსვლის შემდეგ არის უკვე ამას აქვს ესე ტენდენციური სახე ყველა სახელმწიფოში აქამდე ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ ხელმძღვანელებს შეიძლება ძალიანაც უნდათ პოლიტიკური ოპონენტის მოშორება, პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორება, მაგრამ იძულებულები იყვნენ გაეწიათ ანგარიში რაღაც დემოკრატიული ტრენდისთვის, ხო, რომ ეხლა კი მე არ მომწონს, რომ ჩემი ოპონენტი არის შეიძლება ქალაქის თავარი ქალაქის მერი, მაგრამ დემოკრატია ასე მუშაობს, თუ წავაგებ არჩევნებს, მე უნდა წავიდე. აღარ მალავენ უკვე არც ჩვენი რეგიონის და არც მსოფლიოს ბევრი სხვა ლიდერი, რომ ერთგვარად პოლიტიკურ კანონის სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენება პოლიტიკური ბრძოლისთვის თითქოს ეს გახდა რაღაც ჩვეულებრივი ნორმა, ხო? ზუსტად. აი ეს ტენდენცია თუ არის თქვენთვის თვალშისაცემი ამ შემთხვევაში? აი ზუსტად კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თურქეთი რა გინდ თურქეთს პროევროპული პოზიცია ეკავოს, რა გინ თურქეთი აცხადებს, რომ ის ლიდერია, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, რაღაცებია, ეს უკვე ილუზია და ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა, მანდ მუშაობს იგივე აღმოსავლური და აზიური მენტალიტეტი, როგორიც აი დღევანდელი გამომდინარე დღევანდელი სიტუაცია და მაინც ავტორიტარული ხა გვინდა, არ გვინდა დღევანდელი მდგომარეობით მაინც ავტორიტარული რეჟიმი არის. თქვენ კარგად იცით რომ მან ეს რო აქამდე მოსულიყო ერდოღანი საკონსტიტუციო ცვლილებების გააკეთა, შექმნა, მან პრემიერ-მინისტრის პოსტი გააუქმა, იცით რომ არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი, თვითონ პრეზიდენტია და ვიცე-პრეზიდენტი ყავს. ანუ მოაქცია მთელი ძალაუფლება ხელში, თვითონ მოირგო, რა თქმა უნდა, მოიგო. ეხლა ერთი არ დაგვაუწყდეს კიდევ რომ თურქეთი არის უღალატო, უერთგულესი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში. მე ვამბობ ამერიკის შეერთებული შტატების და არა ევროკავშირის, იმიტომ რომ ევროკავშირიდან თქვენ კარგად იცით 35 წელი ეხვეწება თურქეთი ევროკავშირში მიღებას და კატეგორიულ უარზე არიან. აი იმის გამოც რომ მან აი ეს საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა, რომელიც არ ემთხვევა და არ მოდის ევროპის ხედვებთან და ევროპული კავშირის პროგრამებთან და იმ დათქმებთან. მას კატეგორიულად მოთხოვეს რომ ეს ამოეღო რაღაც მუხლები კონსტიტუციიდან, არ ამოეღო და მოკლედ სამუდამოდ გამოუჯახუნეს კარები. ის ერთგული მოკავშირეა. აქ არის ერთი მომენტი. ამერიკა ყოველთვის ცდილობდა რომ თურქეთი ყოფილიყო მისი ძირითადი და საყრდენი მუსულმანურ ქვეყნებში. მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ უნდა გავარჩიოთ მუსულმანური ქვეყნების ხარი და არაბული ქვეყნების ხარი. იმიტომ რომ ამერიკის ნომერ პირველი მტერი ჩინეთთან ერთად დღეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ირანსაც აქვს პრეტენზია რომ იყოს სრულიად ისლამური სამყაროს ლიდერი, სამუსულმანოს. ირანსაც არანაირი ურთიერთობა არ აქვს არაბულ სამყაროსთან, აბსოლუტურად სასხვაა გენეტიკით, იდენტობით, ცხოვრების წესით არანაირი შეხება არ აქვს ირანს
სპარსელს და არაბ შორის და რელიგიითაც შიიტები და სუნიტები არიან. შეხან ერთი დაუშვათ ისლამია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვამბობ, რომ თავის კულტურის ცხოვრების წესით, ენით, ყველანაირად აბსოლუტურად ცხოვრობა და ადრე ეშლებოდა თქო ირანი, არაბული სამყარო, არანაირ შემთხვევაში. არაბული სამყარო არის მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების, ბაჰრეინი, კატარი, კუვეიტი, საუდის არაბეთი, სტრატეგიული მოკავშირეების გარდა, რა თქმა უნდა, თენგო ჯარი დგას იქაც ამერიკის შეერთებული, ბაჰრეინში დგას ფლოტი ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა იმაში ჯარი უდგას, ხო? და მისი მოკავშირეები არიან, რა თქმა უნდა. ხო და აი ამიტომ ყოველთვის იყო საპირწონე თურქეთი. იყო საპირწონე ერდოღანი, რომ ერდოღანს ისიც თავის გაუტარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის ცნობილი დიდი თურანის პოლიტიკა, ანუ მე ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რას ნიშნავს ეს დიდი თურანი გახლავთ, თურქულენოვანი, თურქულად მოლაპარაკე ერების გაერთიანება, ერთ სახელმწიფო, ერთი პარლამენტი, ერთი ჯარი, ანუ ერთიანი სახელმწიფო შექმნა და ამაში სხვათა შორის ჩრდილოეთ კავკასიას მოიაზრება, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არის თურქულენოვანი დაღესტანში ცხოვრობს თურქულენოვანი მოსახლეობა არის კუმიკები მაგალითად არის თურქულენოვანი და წმინდა თურქულად საუბრობენ იმიტომ დაღესტანში 100-ზე მეტი ეროვნებაა მაგრამ აი უშუალო თურქული მოდგმის არის თურქული არის ბაშკირები თურქული არის ის ყაზანი როა ქალაქი კიდე და აი ეს დაახლოებით 30 მილიონია რუსეთში რომელიც შედის აი ამ დიდ პროგრამაში გეგმაში რასაც ქვია დიდი რამდენადაც ვიცი ჩინეთის საზღვარი უიღურები რა თქმა უნდა უიღურები გახლავთ ჩვენ თურქულენოვანები და მთელ ევროპაში თქვენ რა გონიათ საუკუნეების განმავლობაში ევროპა ყავდა თურქებს დაპყრობილი ანუ ოსმალეთის იმპერიას ყველა ევროპულ ქვეყანაში დღეს არის თურქული კვალი ხალხო და ის ძირი თურქული აი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანა აიღეთ ხო აიღეთ რუმინეთი აიღეთ ბულგარეთი საერთოდ ანუ უამრავი ხალხი გენეტიკურად თურქები მოლდოვაში აიღეთ გაგაუზები ვინები არიან ხო თურქული წარმოშობის რა თქმა უნდა და უამრავი კიდე სხვა აი ზუსტად ამ იდეაზე იყო მოჭიდებული ერდოგანი და ამას და სხვა შორის სერიოზული არის კიდე უნგრელები იმიტომ რომ უნგრული წარმოშობა არის თურქული კი ბატონო როდესაც და შუა აზია თენგო ტაჯიკეთის გარდა ტაჯიკეთი არის თავის მენტალობით და თავის ეს არის სპარსული წარმონა თვითონ ტაჯიკური ენაც არის ჩათოლური სპარსული ენის განაყოფი ტაჯიკები ენათესავებიან სპარსელებს ენათესავებიან ავღანელებს იქ პუშტუ და არის ერთი ენა ფაქტიურად ტაჯიკური ენაც დანარჩენი 4 რესპუბლიკა ეს ქვეყანა ეს არის ყაზახეთი უზბეკეთი თურქმენეთი და ყირგიზეთი ეს არის სუფთა წარმომავლობა ქონე თურქული წარმომავლობა თვითონ ყაზახების წარმომავლობა ყივჩაღების არიან წარმომადგენლები და ეს უკვე ძირია ხო თურქულენოვანი და თურქული კულტურაა და უზბეკეთი ხო საერთოდ აი აქედან წარმოშული იმიტომ დიდი სხვაობა ისის არაგვერიო სად ავღანური და ანუ სპარსული და თურქული ისის ძალიან დიდი სხვაობა ერთმანეთში და ამიტომ ტაჯიკეთის გარდა ყველა ესენი შედიან ამ დიდი თურანის გაერთიანებაში რომელსაც თურქები აპირებენ და ამიტომ არის ერდოღანი ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, ანუ რასაც ამერიკა ეტყვის, იმას გააკეთებს. ამიტომ ის აწყობთ, ამიტომ უჭერდნენ მხარს, მაგრამ ეხლა აბსოლუტურად შეიცვალა, ხო? ხედვა, ახალი ხელისუფლება მოვიდა. აი ტრამპმა შეცვალა. მე ასე ვფიქრობ, ალბათ ამის გამოძახილი, იმიტომ რომ არანაირი საჭიროება იმისა, რომ მას ეხლა დაეძაბა სიტუაცია და აი ასეთი მთელი ასეთი მუხლებით აეყვანა სტამბულის მერი, იმიტომ რომ არ არის ეს შემთხვევები, ხო? მით უმეტეს არა მარტო მერია, ის არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ოპოზიციური ხო თავარი რომელმაც ადგილობრივი არჩევნები მოიგო თურქეთის ტერიტორიაზე მართულ პარტიას მოუგო სახალხო რესპუბლიკურ პარტია ქვია იმამოღლუს პარტიას და აი მე საინტერესოა რატომ ეხლა აი ეს არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა აი მე ცოტა პარალელები ჩვენს პროცესებთანაც რო გავავლოთ აი როდესაც ნოემბერში გააკეთა განცხადება ირაკლი კობახიძემის ცნობილი განცხადება რასაც მე მოყვა ამდენი ხელა გამოსვლები თბილისში ჩვენ გვიკვირდა ხო ერთგვარად რომ აი რა მოწმენდილცაზე რატო აუტკივარი თავი რატო აიტეხა მაგრამ შემდეგ ეს განმარტა მათ შორის ხელისუფლებამ და პროცესმაც დაგვანახა რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით რაც მომავალში იყო დაგეგმილი და ერთგვარად წინსრებით ითამაშა და გამოდგა წარმატებული შეიძლება რომ მსგავს სცენართან ჰქონდეს ამ შემთხვევაში ადგილიც მართლაც რაღაც იგეგმებოდა და თან თურქეთს აქვს ამ გადატრიალებების რაღაც მდიდარი გამოცდილება იქ არ არის ჩვეულებრივი ესეთი რაღაც წარმოუდგენელი ამ
ამბავი. შეიძლება რომ მართლაც იგეგმებოდა თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე ტიპის გადატრიალება. თან გავითვალისწინოთ ისიც და ეს კონტექსტი არ მინდა რომ გამოგჩეს. ტრამპი ეს არის ისრაელის ნომერ პირველი ლობი, ხო? ნუ ასე მოიხსენიებენ მას, ძალიან დიდი გულშემატკივარი ისრაელის და კარგად ვიცით იგივე ნეთანიაჰუს და თან დამოკიდებულება ერდოღანის კვირა არ გავარო, ერთმანეთი არ გალანძღონა. ტრამპი აბსოლუტურად გეთანხმები. ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატებში მე მგონი ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც ასე აშკარად ლობირებს და ასე აშკარად ხარდამჭერია და ტრამპმა გაბედა და გააკეთა ის, რაც ვერცერთმა თვით რონალდ რეიგანმაც ვერ მოახერხა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გადაიტანა აღიარა თელ-ავივიდან იერუსალიმში და აღიარა იერუსალიმი და ეს ვერცერთმა ვერ გაბედა. დაწყებული რეიგანიდან და იქ მამაშვილი ბუშები, კლინტონი, ობამა ვერავინ ვერ გაბედა ამის გაკეთება და ტრამპმა გააკეთა და ამერიკის საელჩოს გადაიტანა და თქვენ ეხლა მეორე თემას არ გითქვიათ, ეხლა ნეთანიაჰუზე თქვენ კარგად იცით, რომ სანქცია იყო გაცემული, ხო? დაპატიმრებას ჰააგის სასამართლო ის მოსამართლები დაასანქცირა ტრამპმა და კატეგორიულად ის აუკრძალა პირველი ვინც იყო შეხვედრაზე გასულ თეთრსახში შეხვდა ნეთანიაჰუს და ყველაზე სკანდალური და ყველაზე წარმოუდგენელი და სენსაციური განცხადება ალბათ ტრამპის გარდა ვერავინ ვერც გააკეთებდა ეს ღაზა რაც შეეხება ღაზა სექტორს რომ 2 მილიონი პალესტინელი გავასახლოთ რივიერას გავაკეთებოდა დასასვენებელი იქნება და მეო ამ პალესტინელებს არაბულ ქვეყნებში გადავანაწილებო. ნუ ხო წარმოიდგინოთ ეხლა პალესტინა ისრაელის დამოკიდებულება ეს უამრავი წელი მოდის როგორც კი შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო იქიდან მათ შორის დაპირისპირება და გარდაუვალი ომი, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ ფაქტიურად პალესტინელების გასახლება ეს ნიშნავს რომ კარტ-ბლანში აქვს სრული ისრაელს და ებრაულ სახელმწიფოს, არა? სხვა შორის აი ღაზა სექტორს შევეხეთ და მაყურებელსაც ვეთქვი ინფორმაციას 2 დღეა ისრაელმა განაახლა დაბომბვა ღაზა სექტორის, ანუ აქამდე ის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება როგორც ჩანს ამოწურულად მიიჩნია ნეთანიაჰუმ. მანამდე სწორედ ტრამპი იყო ვინც გადასცა საკმაოდ მოცულობითი შეიარაღება და დახმარება, სამხედრო დახმარება ისრაელს, რომელსაც როგორც ჩანს ის იყენებს უკვე ღაზა სექტორის კიდევ იყენებს ღაზა სექტორის მოსახლეობის ნუ იქ ჰამასის წინააღმდეგ, ესეც იწყება აი 2 დღის წინ ხდება და განახლდა და გავიწევ დაარტყეს კიდე ჰუსისტებს. დაარტყეს უსტებს უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადამწყვეტი დარტყმა გვინდა. ეხლა რა ხდება მე თქვენ გეტყვით. ეხლა რა შეეხება დარტყმას პალესტინაში, ხო? ეს იყო იმ ხელშეკრულების დარღვევა, იმიტომ რომ ჰამას ყავს უამრავი აყვანილი მძევლები, სამოქალაქო პიროვნებები. იყო მოლაპარაკება რომ მძევლებს დააბრუნებდნენ და შეწყდებოდა ცეცხლი. პირობა დაარღვია, ახლა ვაღიაროთ რაც იყო პალესტინელებმა და ჰამასმა პირობა დაარღვია, არ დააბრუნა მძევლები და ამიტომ მიიღო ბიბი ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება პალესტინის დაბომბვის, უმოწყალოთი ბომბები დაიბომბა და ის უკვე ფაქტურად ის მძევლებიც გაწირეს, იმიტომ რომ ჰამასმა განაცხადა, რომ ყველა ეს მძევლები უკვე გამოუტანეს, მაგრამ ვერ გაამტყუნებ, იმიტომ რომ მას ჰქონდა მიცემული პირობა, მან ომი ცეცხლი შეწყვიტა იმის გამო, რომ დაბრულთან ამერიკის შეერთებული შტატები ჩარეული იყო ადმინისტრაციაც, რომ დაებრუნებინათ ეს მძევლები, სხვა შორის, ნუ რა ხდება იცით ახლა მე მესმის ყველას ფერს აქვს თავის კანონი. ომია გასაგებია, მაგრამ ომსაც თავის კანონები აქვს. როდესაც შენ ახლა იბრძვი გასაგებია, ნუ мотиваცია მესმის, მაგრამ როდესაც შენ ამისთვის იყენებ დაუცველ, უსუსურ ბავშვებს, ქალებს, ავადმყოფებს, ნუ არაფერში არ ითვლება ეს უკვე რა. ეს არ ჯდება, აი რაღაც სტანდარტები, ყველაფერს აქვს თავის სტანდარტი და აი იმ სტანდარტში ომსაც თავის სტანდარტები აქვს. თავის კანონები აქვს და წესები აქვს ომს, ხო? არც იმაში ჯდება და ამიტომ აი ეს და რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ ეხლა სანამდე უნდა დაელოდოს, ხო იყო მოლაპარაკება ჯენტლმენური, რომ დააბრუნებდნენ ამ მძევლებს და არ მოხდებოდა ეს. აფრთხილებდა ისრაელი, რომ მოხდებოდა და აი ზუსტად ეს თემა გააკეთეს იგივე ჰუსისტებთან დამოკიდებულებაში იემენშიც დარტყმა და მასიური დაბომბვა მიდის. უბრალოდ რა ხდება იცით, რომ აი მე ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მოცემული ერთ ტანდემში
სისტემში, იგივე ახლა თურქეთთან დამოკიდებულება და თვითონ თურქეთის როლი ამ ახლა უშუალოდ რა თქმა უნდა არანაირი ის არ არის წინაპირობა იმისა რომ დაუშვათ თურქეთის გამოხდება იქ მაგრამ აი ეს გამოძახილი მე მაინც ვფიქრობ ხო დამოკიდებულება და როლი თურქეთის რეგიონში განუზომდა დიდია და ამიტომ ეთყობა ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც სხვა ფასეულობები და სხვა ხედვებით მოვიდა და მას უნდა რომ აქ რაღაც ჩანაცვლების ან რაღაც შეიძლება სათადარიგო ვარიანტი ის ისევე როგორც უკრაინაში თქვენ გახსოვთ რომ ზელენსკის ოვალური კაბინეტიდან გაგდების შემდგომ მეორე დღესვე დაიწყეს მუშაობა პოროშენკოს და იულია ტიმოშენკოს შეცვლასთან დაკავშირებით ხო ანუ სათადარიგო ვარიანტი ესეც არ არის გამორიცხული შეიძლება აქაც ასეთი სიტუაცია იყოს მაგრამ ეს უფრო მძიმე სიტუაციაა რადგანაც თურქეთში ეხლა პოლიტიკური ცვლილება უკვე სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს და არ არის გამორიცხული იქვე რეგიონალური კონფლიქტი იგივე სირიასთან მიმართებაში და დამოკიდებულება რუსეთთანაც რა თქმა უნდა ეს პარტია ეს იმამოღლუ პირდაპირ არის ქემალისტური პარტია, სხვა შორის ქემალისტური პარტია და იმ 6 ცნობილი თეზა ქემალ ათათურქის 6 ის არის, ანუ 6 მოცემულობა იმის, ანუ როგორი უნდა სახელმწიფო წყობა, აი ზუსტად აი იმ სტანდარტში ჯდება ეს სახალხო რესპუბლიკური პარტია, სადაც ყველაზე მთავარი არის სახელმწიფოს როლი, რელიგიიდან სეკულარული სახელმწიფო, ხო და სხვა შორის სხვა, ანუ ხო და სახელმწიფო ეკონომიკა, ანუ ძლიერი ეტატიზმი, ანუ ძლიერი სახელმწიფო როლი და აბსოლუტურად ესეთი სახელმწიფო მშენებლობა ეხლა უფრო ტრადიციული და კონსერვატიული უნდა გახადოს ერდოგანმა ეს ქვეყანა და ამიტომ მათ დაპირისპირება იდეოლოგიურ თემაზეც არის საკმაოდ სერიოზული იმამოღლუსა და ერდოგანს შორის. მოდით აი ეს ვარიანტი განვიხილოთ რაც რა თქმა უნდა არ არის არანაირად ჩვენი სურვილი, თუმცა თუ კი მართლაც ეს პროცესი გადაიზარდა რაიმე უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში თურქეთში, რაც არსებითად დაასუსტებს, რა თქმა უნდა, თურქულ სახელმწიფოს. რა გავლენა ექნება ამას ჩვენს რეგიონზე, მაგალითად, რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტზე, რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს აი რუსული გავლენების შემაკავებელ ფაქტორზე. თურქეთი მართლაც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, ხო, კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. შეცვლის ეს არსებითად სურათს თუ არა კავკასიაშიც. რა თქმა უნდა, თურქეთი არის ერთ-ერთი პროტაგონისტი კავკასიაში მოთამაშე. აბა ეხლა თქვენ გავიხსენოთ სულ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯან სომხეთის დაპირისპირება, გნებავთ, ნუ დავარქვათ ომი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ დაპირისპირება და ყარაბაღის თემა, ხო? ვინ დაუჭირა მხარე? სერიოზულად ორი მოთამაშე იყო, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული, ხო, ირანი, უკაცრავად ისრაელი და თურქეთი. თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ აზერბაიჯანმა ისე გააკეთა, რომ ორი დაუძინებელი მტერი ერთმანეთის თავის მოკავშირედ გაიხადა, ერთი მხრივ ისრაელი და მეორე მხრივ თურქეთი იყო მისი მოკავშირე. წარმოვიდგინეთ თქვენ და მესამე ირანი, რომელიც არის ეთნიკურად ახლოს კი არა, ირანში 15 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს დღესაც და ორი ირანში არის დასავლეთი და აღმოსავლეთი აზერბაიჯანი და უდიდესი პროვინცია, ხო, ქალაქი თავის თებრიზით. ხო და დღესაც ხელისუფლებაში ვინც კი არის ირანის წამყვანი ყო დღევანდელი პრემიერ-მინისტრიც აზერბაიჯანელი ეთნიკური და უმაღლესი რახბარი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ალი ხამენეი ისიც აზერბაიჯანელია ეთნიკურად ასე და წარმოიდგინეთ ამასთან დაპირისპირება აქ აზერბაიჯანს და უფრო მის მტერთან მუდმივ სამუდამო მტერი ხო ისრაელის იმასთან არის ბოდიში ჩახუტებული და ერთიანი ხო ამ დაპირისპირების გამო ალიევმა ასეთი კონფიგურაცია შექმნა დღეს კავკასიაში და რუსეთი ჩვენ ნათლად მივხვდით რომ რუსეთს რატომ ყოველთვის მიკვირდა რომ როგორ შემოუშვა 400 წელიზე მეტი რუსეთი ებრძვის თურქეთს რომ კავკასიიდან ფეხი ამოეკვეთა და გაეგდო და კიდევაც გააგდო 1909 ჩვენ პირველი მსოფლიო ომის მერე და რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომის მერე ხო გააგდო თურქეთი როცა ოსმალეთის იმპერია დაიშალა და იმიტომ გააკეთა რომ მხარდაჭერა მას ჭირდებოდა რომ რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთს არ დაერტყა და დაუშვათ ზურგში ხო და სამხრეთი ფრონტი არ გაიხსნა და ასწორათაც გათვალა რუსეთმა მაგრამ ეხლა უკვე სხვა სიტუაცია და სხვა რეალობა გააჩნია კიდევ ერთხელ ვამბობ რა კონფიგურაციით რა როგორ მოხდება თენგო მეთმა დაიფაროს თუ ომის დაუშვათ პროვოცირება მოხდა და სამოქალაქო დაპირისპირება ჩვენს უკვე სერიოზული
სიტუაციაში ვიქნებით საქართველოს, იმიტომ რომ ყველაფერს დავიდავანებოთ, მოსაზღვრე ქვეყანა ვართ, ხო? მიგრაციის პრობლემა. დავიდავანებოთ იმას, რომ შემოსული არის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ეკონომიკურათაც და ყველანაირად. ყველანაირად მიბმული ვარ თურქეთზე და პლუს ამას მოსაზღვრე ქვეყანაა, ხო? გინდა არ გინდა მოსაზღვრე ვარ და აქ ეხლა ტოლვილები, გამოქცეულები, ხო, უამრავი, ხო, რამდენი 50 მილიონიანი ქვეყანაა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ომი აწყდა, ღმერთმა დაიფაროს უკვე სერიოზული პრობლემები ჩვენ ქვეყანაში. ეს ნამდვილად შეცვლის მთლიანად სურათს მთელ ჩვენს რეგიონში და ვიმედოვნოთ, რომ არა მგონია, მე ვფიქრობ, რომ არ მგონია და ერთი მინდა ვთქვა, რომ თუ აი ეხლა მიდის იქეთკენ რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედება დასასრულისკენ, ნუ როგორი კონფიგურაციით მორჩება, ამას ჩვენ ვნახავთ, მაგრამ ფაქტიურად უკვე ეს მორჩება, მოილაპარაკებენ ეს ორი დიდი სახელმწიფო და როდესაც მორჩება ეს საომარი მოქმედება, მე თქვენ ერთ რაღაცას გეტყვით, იმიტომ რომ აქეთ გადანაწილდება მსოფლიო, ტრამპი აქეთ არ იყურება ტრამპს არანაირი ინტერესი არ აქვს, არც კავკასიის, არც საქართველოში, თქვენ კარგად იცით, არაერთი განცხადება იყო და ეს მე ვფიქრობ, რომ ყველა მოცემულობით დარჩება რუსეთის გავლენის სფერო კავკასია და ეს ასეც იყო ყველა მოლაპარაკებაში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქონდა ურთიერთობა საბჭოთა და მე რუსეთის ლიდერებს ყველგან იყო ერთი მოცემულობა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები, რა თქმა უნდა, ბალტიის ქვეყნების გარდა უნდა ყოფილიყო რუსეთის გავლენის სფეროში. და ამაზე ყველანი თანახმანი იყვნენ და ფაქტიურად, მაგრამ ეხლა რა მოხდა, იცით, ზეპირი თანხმობა იყო თენგო. არანაირი დოკუმენტი არ შემდგარა. ძალიან საინტერესო სტენოგრაფიული ჩანაწერები გამოაქვეყნა ამერიკის ომის ინსტიტუტმა. სადაც აი პირდაპირ გორბაჩოვისა და შევარდნაძის შეხვედრები, შემდეგ უკვე იელცინის შეხვედრები ამ ლიდერებთან რომ მიდის, ბუშთან, კოლთან, ტეჩერთან, მიტერანთან, ჟისკარ დესტენთან, არ ვიცი, ყველასთან რომ მიდის, იქ პირდაპირ მოლაპარაკებაში არის რომ რა თქმა უნდა წამოვა, მაგრამ აღმოსავლეთისკენ არ უნდა გაძლიერდეს. ანუ აღმოსავლეთისკენ ნატო არ უნდა წამოვიდეს, შეჩერდეს სადაც არის. იმაზეც იყო საუბარი, ეს პოსტსოციალისტური ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, რომ ესენი არ ყოფილიყო, ანუ ბუფერული ზონა დარჩენილიყო, უნდა ეს იქნებოდა, მაგრამ მე იმაზე ელცინი დათანხმდა მისა მაგის უფლება ნატოს, როდესაც რუსეთმა და ნატომ ერთმანეთი 95 წელს ხელი მოაწერეს და პირველად დაფიქსირდა, რომ რუსეთი და ნატო ერთმანეთს მტრებად არ აღიქვამდნენ, უბრალოდ ერთი მოთხოვნა იყო რუსეთის, რომ აი ამ ტერიტორიაზე არ განლაგებულიყო ის ბირთვული იარაღი. ანუ მოსაზღვრე ტერიტორიებზე თანხმობა მისცა, რომ პოლონეთი და უშუალოდ ჩეხეთი, სლოვაკეთი და ეს ქვეყნები შესულიყო ნატოში, იმ პირობით, რომ მათ არ განთავსდებოდა ბირთვული იარაღი, კი. და აი მე ყოველთვის ერთი მინდა ხა ჩვენს მაყურებელს შევახსენო და მინდა გავიხსენო ხა საქართველოსთან მიმართებაში, რა ვიცი, ხლა მიცვალებულებზე ან ცუდ ან კარგი უნდა თქვა, საერთოდ არაფერიო და არაფერს არ ვიტყვი, ისეც უბრალოდ მე მინდა ეხლა აი სოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი და შევარდნაძეზე რომ ვამბობდით, აი და ჩამოვა საქართველოს გადაარჩენს ამას იზამს, იმას იზამს, კაცმა რა გააკეთა, ხო ნახეთ, კაცი რომელიც იყო თვითონ უშუალოდ ამ მოლაპარაკებების მონაწილე. მან ხო ძალიან კარგად იცოდა, რომ გამორიცხული იყო ნატო საქართველოსკენ არ წამოვიდა. რა თქმა უნდა. და კაცი როგორც ჩამოვიდა, მეორე დღესვე დაიწყო თამაში და აი ჩვენ ნატო ხომან ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს იყო აბსტრაქცია, ეს იყო წარმოუდგენელი, ეს იყო არ მოხდებოდა, ხო? ის ხო უშუალოდ იყო ამ მოლაპარაკებების მონაწილე და ერთ-ერთი პროტაგონისტი. ხო, აი როგორ შეიძლება ახსნათ, მაგრამ ეს არ იყო თავის ქვეყანას ატყობდა, ამაზე ამბობთ ეხლა თქვენ დიდი უკაცრავად, თუ საერთოდ აი დიდი პოლიტიკოსი ეს გააკეთა, ის კი არ გააკეთა, დაღუპა ეს ქვეყანა. დაღუპა, იმიტომ რომ მისმა პოლიტიკამ დაღუპა და ერთ მაგალითს მოვიყვან კიდე და უკვე ყველაფერი ნათელი იქნება, ხო? სამოქალაქო ომი იყო რუსეთში. რუსეთის ერთ-ერთმა ფედერაციის სუბიექტმა ჩეჩნეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი, ხო? ხო, ყველას გვახსოვს. და ადგა და საქართველოს პრეზიდენტმა და ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოიყვანა არაღიარებული ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი და დახვდნენ როგორც სახელმწიფო მოღვაწეს. გამიგეთ? ოფიციალურად დახვდა და გლისლეკები აჩუქეს, მახსოვს, ხო? ხო და ეს ეხლა წარმოიდგინეთ თუ და ეხლა მე რუსეთთან მიტრიალდი და შენ რუსეთს უთხარი რომ მე შენთან სტრატეგიულად მიცვალებულზე არ უნდა თქვა ცუდი არაფერი მის პიროვნებას არც ვეხებით ეხლა როცა პოლიტიკური მოღვაწეზე არის საუბარი სიკვდილი არ არის ინდულგენცია პოლიტიკოსის არა მე ამიტომ ისე თქვა ისტორია არის
როგორი იცით, კარამზის არაერთხელ მithქვამს და ეს ცნობილი რეფრენია რა, უდიდესი რუსი ისტორიკოსი იყო, რუსეთის ისტორიის ავტორი. კლიუჩევსკიდან და სალავიოვთან ერთად კარამზენი და მას აქვს ასეთი ტერმინი, რომ ისტორიას აქვს ბოროტი მახსოვრობა. ისტორიას ბოროტის ახსოვს და კარგიც ახსოვს. ამას ისტორია იწერს ყველაფერს. აი ეს ყველაფერი წარმოჩინდება, ხო? მე ინტერპრეტაცია უკვე იმის საქმეა, ვინც მაგას როგორ რანაირად აღიქვავს, მაგრამ თვითონ კონტენტი რაც აგვაქვს, ანუ ინფორმაცია რეალურად, ხო ეს იყო არა? როდესაც შენ გელაევი შემოყავს, კაცო, პირველი მტერი რუსეთის, ხო? და კოდორის მთებში და იქ ატარეს 200 თუ 300 კბილებამდე შეიარაღებული პირი. მტერი, ვინც ეომებოდა რუსეთს და შენ ფარველობ მაგას. მე მოტრიალდები და ამბობ, ბიჭო, რატო დავკარგე აფხაზეთი? რატომ მქონდა პრობლემები სამაჩაბლოში? რუსი რატომ მებრძვის? აბა რას გააკეთებდა თენგო მითხარი. როდესაც კაცი ომს აწარმოებს და შენი მარაღიარებულ ქვეყნის ლიდერი ჩამოყავს და გვერდზე ისვავდა თან შეიძლება კონფიდენციალური ყოფილიყო, შეიძლება ფარულად ყოფილიყო, გასაგებია პოლიტიკაში მოდის ესეთი რაღაცები, მაგრამ ყველაფერი ტრანსპარენტული. ხო, განჭო პირდაპირ ჩვენება იყო. მე მახსოვს კაცო როგორ ჩამოფრინდა ასლან მასხადოვი და რომ ასლან მასხადოვი იყო რუსეთის პირველი მტერი იმ პერიოდში. ჯოხარ დუდაევთან ერთად გახსოვთ ხო დუდაევი რომ მოკლეს მასხადოვი გახდა იჩქერიის პრეზიდენტი ხო? ის სხვა თემა ხა დამოკიდებულება იჩქერია მართალია მტყუანე ხა სხვა თემაა. არა, ეს არ არის თვითონ განსაჯონ ხო? ჩვენ თვითონ დავდეთ სურათი რომ აი ჩეჩნები და ჩვენ ერთად ვართ თქვენი მტრები. რატო ეომები ხო შიდა ომი მიდის ხო? რატო იჭერ ერთი მხარის პოზიციას ხო? დაიჭირე რა ნეიტრალური. თავმანს ქონოდა რამე ხო რაღაცაში მონაწილეობა. ჩვენ გადავრჩით იმას რომ კარგად ვაწარმოეთ ის პოლიტიკა რომ როდესაც დაიწყო საომარი მოქმედება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 90, 88, 89 წლებში ხო? ნეიტრალური პოზიცია ავირჩიეთ და გადავრჩეთ, იმიტომ რომ საქართველოში თან კომპაქტურად არ დაგავიწყეთ. კომპაქტურად ცხოვრობდა 500,000 აზერბაიჯანელი და 500,000 სომეხი. ეხლა წარმოიდგინე, ჩვენ რო ჩავრეულიყავით, რა იქნებოდა აქ, ხო? საქართველოსგან ალბათ არაფერი არ გადაგვივლიდნენ, რა თქმა უნდა და ეს იყო იმ ხელისუფლების და შემდგომი ხელისუფლების მართლა სიბრძნე, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ოქრო შუალედი და არ მივეცით საშუალებას, რომ აქ განივთებულიყო მათი დაპირისპირება. პირიქით, ისე გავაკეთეთ, რომ ეს ორი ნაცია, ეს ერთ შეხმატკივრებულად ცხოვრობდა, კაცო საქართველოს. ჩვენთან არ ყოფილა ეს. ერთ-ერთი ვერ იტყვის ეხლა რომ ამ პერიოდში რამე ყოფილიყო ნაციონალური დევნა ან სომხების, ან აზერბაიჯანელს, ან პირიქით. არ ყოფილა. იმიტომ რომ მართლა ასე კარგად გავატარეთ ეს პოლიტიკა და ამ რუსეთთან მიმართებაში რა გვემართება კაცო? ჩვენი როლი ალბათ ისტორიული ზუსტად ეგ უნდა იყოს, მათ შორის აი წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ხო, აი შუაში ვართ, ამ რეგიონის ცენტრში ვართ. ჩვენ და გვესაზღვრება აბსოლუტურად ყველა ქვეყანა რეგიონის. ეხლა ჩვენ თუ აქ დავიჭირეთ არა ზუსტად შემდგებლის, ზუსტად ნეიტრალური არბიტრის როლი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ის ფუნქცია, რომ აი თუ ხართ ერთმანეთთან დაპირისპირებული, მოდით ჩვენთან შეხვდით ერთმანეთს, ჩვენ დაგეხმარებით, ჩვენ შეგარიგეთ. ჩვენ თუ მხარე ავირჩიეთ ამ ყველაფერში, ეს არის განაჩენი ამ ქვეყნის. რა თქმა უნდა, ზუსტად გეთანხმები და ეხლა მე არ მინდა კიდევ ერთხელ ვამბობ. მე უბრალოდ როგორც ისტორიკოსმა ჩაულებრი მოვიყვანე, არავის ჩემ შეხედულებას თავზე არ ვახო, ჩვენს მაყურებელსაც. მე უბრალოდ შეგახსენეთ თქვენ ეს კონტენტი, ანუ ეს ინფორმაცია და თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, ეხლა იყო კარგი, არ იყო კარგი და რა მოგვიტანა საერთოდ ნებისმიერი საქმე ორიენტირებულია შედეგზე. ყველაფრის საბოლოო პასუხს გაგცემს შედეგი, ანუ რა დაიწყე და რითი მიხვდით და რას მიაღწიე. და რას მივაღწიეთ? დავკარგეთ ნახევარი საქართველო. აი ამას მივაღწიეთ შევარდაძის და შემდეგ მისმა კარგმა გაწვრთნილმა მოწაფემ უფრო უარესი გააკეთა და სამაჩაბლო ჩააბარა რუსეთს. და ხო, იგივე უფრო უარესი გააკეთა სააკაშვილმა, ხო? ბატონო, ცოტა სხვა თემაა, მაგრამ აი შევეხეთ ჩვენ მაგალითად ტრამპის და ისრაელის დამოკიდებულებას გამახსენდა ერთი საკითხი, რომელიც დღეს იყო აქტუალური. შტატებში გამოქვეყნდა კენედის საქმესთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული მასალები და საოცარი რამ წავიკითხეთ. კენედის მკვლელობაში მოსადის როლი. ისრაელის დაზვერვის როლი პირდაპირ წერია ეს საიდუმლო დოკუმენტებში და შემდეგ რა თქმა უნდა CIA-ის ყველანაირი მცდელობა რომ ამოეღოთ ისრაელის ხსენება არ ყოფილიყო ამ დოკუმენტებში, თუმცა აი ტრამპმა გაასაჯაროვა დღეს რომ კენედის მკვლელობა
შეუკვეთა მოსადმა. მე ჩემს ეს ცოტა გაუგებარია. ტრამპი ამავდროულად არის თან ისრაელის ყველაზე დიდი ლობისტი, მაგრამ აქვეყნებს ამ მასალებს. ეხლა რა მე გეტყვით, კი, ჯერ მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რამ 10,000-ობით გვერდს. ეს არ არის რა თქმა უნდა დადასტურებული და ასე შემდეგ, უბრალოდ მასალები დღეს გამოქვეყნდა და ეს წერია. და აი ეს ამონარიდები ქვეყნდება, მეც ეხლა გავეცანი ამერიკულ პრესასაც იქ და თქმა უნდა დაიდო, მაგრამ ჯერჯერობით არ არის. ერთი ის რომ უშუალო მკვლელი კენედის ლი ჰარვი ოსვალდი წლების განმავლობაში მინსკში ბელორუსიაში ცხოვრობდა და იქაური ცოლი ანუ ბელორუსია და თქვენ წარმოიდგინეთ მაგ პერიოდში ამერიკელი ბელორუსიაში ეხლა ნუ რა თქმა უნდა გაშიფრული აგენტი და KGB რა თქმა უნდა ეხლა მაგაში ორი აზრი არ არსებობს სხვა შორის არის KGB-ს კვალიც ამბობენ იქ რაღაც გარკვეული პერიოდი რა თქმა უნდა მოსადის კვალიც არის მაგრამ აი საკმაოდ ბევრი ადამიანი გადამყერებია ხო იცით რა ხდება აქ კენედი იმ პერიოდში ხო წარმოდგენილი იყო როგორც კურსი რომელმაც აბსოლუტურად სხვანაირი ხედვით და ფილოსოფიით მოვიდა ხელისუფლებაში და მე ვფიქრობ რომ მისმა პოლიტიკამ და მას არაპატიეს კარიბის კრიზისი გახსოვთ ეს არის კუბასთან დაკავშირებულად როდესაც მან უკვე ფაქტიურად ომი უნდა მომხდარიყო და ბირთვული ომი და გადარჩა და ამერიკამ დაიხია უკან მე ერთი მინდა გითხრა და თავის ხვირწინ ფიდელ ავანჭურისმა ფიდელ კასტრომ დაუსვა რა ქვია მაგა სოციალისტური ქვეყანა და ეს გადაარჩინა ვითომ საბჭოთა კავშირმა და ხრუშოვმა და ძალიან სერიოზული წაგება ჰქონდა როგორ კენედის რო ვადა გავიდა მან ფაქტიურად წაგებული ექნებოდა არჩევნები ხა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო და შემდეგ უკვე რამდენიმე წლის მერე მისი ძმა რობერტ ბობი ფიშერიც მოკლეს უკაცრავად კენედი მოკლეს ეს მისი გახდათ გენერალური პროკურორი იყო იუსტიციის მინისტრი მერე ისიც საკანონმდებლო იყრიდა საპრეზიდენტოდ მაგრამ ერთი მინდა თქვა რომ აი და მართლა საინტერესო თემა იქნება ეს კენედის სკოლელობა საუკუნის სკოლელობა და მართლა ამ ხელა სახელმწიფოს სიცხული იყო რომ ერთ-ერთი თავიანთი ყველაზე პრეზიდენტის სკოლელობა ვერ გახსნეს ხო წარმოიდგინეთ თავმოყარეობა ქონდა ხო ქვეყანას ხო უამრავი გამოკვლევები ფილმებიც არის გადაღებული ჩვენ დაგვექვეყნება რო თქვა მაგრამ ეხა ამერიკას პრეტენზია აქვს სოფლიოში წამყვან ქვეყნის ლიდერობაზე და ეხა წარმოიდგინეთ ლიდერი ხარ და გიკლავენ პრეზიდენტსა პირგაღებული ხარ და ნახეთ რა მოხდა რომ ლი ჰარვი ოსვალდი მოკლა ჯო რუბიო ისიც მოკლეს მე რამდენიმე დღეში ანუ ვერ დაიცვეს მკვლელი თქვენ ლი ჰარვი ოსვალდი მეორე მესამე დღეს მოკლეს კი პირდაპირ თან როგორ მოკლეს ისიც პირდაპირ ეთერიდან აი პირდაპირ ეთერიდან კი კადრებია პირდაპირ რომ გამოდის სასამართლო შენობიდან და ეს გვარი მე რუბიო იყო ის პიროვნება მე ისიც მოკლეს ამიტომ უშუალო შემსრულებელი მოკლულია ლი ჰარვი ოსვალდი ვინც მოკლა კენედი ნუ მოკლედ ძალიან სერიოზული ხო ნუ ეხა ეს რევოლუციური ის იქნება ამერიკელებში და თვითონ სოფლიოში ხო გადატრიალება თვითონ აი ეს სიტუაცია და ვნახოთ საინტერესო იქნება საინტერესო არის კი იმიტომ რომ ეხლა ჭეშმარიტება ეხლა ჩვენ ყველაფერი ვიცოდით აი ესეთი ვარაუდების და ჭორის დონეზე საერთოდ მე მინდა ჩვენს მაყურებელს ერთი რაღაცა აუხსნა არსებობს ასეთი წესი და ყველა სახელმწიფოს აქვს ყველა დოკუმენტს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს თავის ვადა აქვს ანუ როცა რაღაცა დოკუმენტი არის იქნება სპეციალური სამთავრობო კომისია რომელიც ადგენს ამ დოკუმენტის ვადიანობას ანუ ყველა დოკუმენტი განისაზღვრება ვადიანობის მიხედვით 10 წელი 20 წელი 15 30 50 ანუ ამ წლების განმავლობაში არ უნდა გამოქვეყნდეს და დღის სინათლე არ უნდა ნახოს ეს არის კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტა თუ ხელისუფლების უმაღლესი დონე. თითქმის სტალინის დონეზეა გადაწყვეტილი ის რომ არ გამოქვეყნდა ეხლა წამოღებული გერმანიიდან მასალები. თვითონ ჰიტლერის გვამი რო ნახეს დამწვარი მოსკოვში წამოიღეს ისის გასაიდუმლოებული მისი ექსპერტიზა. არსებობს ვარაუდი რომ საერთოდ არ 1000 მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ 1995 წელს როდესაც გამარჯვების 50 წლის თავი იყო პირველად გასაჯაროვდა ელცინმა გახსნა პირველად გასაჯაროვდა და მაშინ ჩერნობილმა გააკეთა მოხსენება პრემიერ-მინისტრი იყო პირველად გასაჯაროვდა რაოდენობა რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა საბჭოთა ჯარისკაცი ბერლინის აღებაში 500,000 და 800,000-მდე ჯარისკაცია დაიღუპული ეს ინფორმაცია იყო გასაიდუმლოებული და კაცის შვილმა არ იცოდა
დამალული იყო ეს თითქმის მილიონი ადამიანი შეეწირა. კი, ეს არის ბერლინის აღებაზე ოპერაცია რო ჩატარდა და მე გასაჯავროვდა და რატომ? იმიტომ რომ თქვენ წარმოვიდგინეთ, ეხლა აქ იყო პოლიტიკური მომენტი, რომ საბჭოთა კავშირი ცდილობდა რომ შეესრულა. ბრბოლა ფაქტიურად ხო დასავლელებისთვის რა დაესწრო. რა თქმა უნდა, ხო და ამიტომ შეწირეს ჟუკოვი მაგის დიდო სტატია იყო, კაცო, რომ შეწირა რა, ჟუკოვის მეცახელი იყო ყასაპი. ისეთი ის ქონა და ყველაფერზე წავიდა იმის რომ ამდენი ხალხი და ამდენი და ის ხელმძღვანელობდა იმას აქვეა მაგას ბერლინის ოპერაციას. ჯორჯ ჩემი ერთ-ერთი ბაბუაც ბერლინთან დაუბრუნდა. ვიცით ხო და ამას ყველას აქვს თავისი ვადა. არის ახლა მომენტები, როდესაც ეს შეიძლება ეს დოკუმენტაცია დღის სინათლე ნახოს, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი დოკუმენტები გამოქვეყნდეს, რომ ფაქტიურად მოხდეს რაღაცა დაპირისპირება და შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს რაღაც გარკვეული პოლიტიკური სიტუაციების, ხო? ამიტომ არის, ხო? კი ბატონო, მithumetes რომ აი ამ კონტექსტში დღესაც არა აქვს აქტუალობა დაკარგული და ეხლა არის მაგალითად დიდი სამამულო ომის უამრავი დოკუმენტაცია 100 წლიანი ვადა აქვს. მის კომისიამ რომ 100 წლის განმავლობაში არ უნდა გამოქვეყნდეს, ახლა გადის 2045 წელს გაუვა ვადა, ხო? ჩვენ ვერ მოვესწრებით, მაგრამ მე ვერ ახლა შენ მოვესწრები ახალგაზრდა ხალხს. ჩვენი ისინი რაგვია მაგას შულები. აი ესეთი სიტუაციები და ამიტომ ტრამპის გადაწყვეტილება ეს პოლიტიკური თემაა, ისეთ მაგრამ საინტერესო იქნება და თვითონაც ხო და მივადევნებთ ჩვენც აუცილებლად თვალყურს. ბატონო მამუკა, კიდევ ერთი საკითხი შეეხება რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის დახურვას, USAID-ის დახურვას ამასთან ერთად. ბევრი მოსაზრება გამოითქმება ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენს მაგალითად ჩვენი რედაქციის თანამშრომლებს პირდაპირ თუ ყოფილ თანამშრომლებს უკვე არ ვიცი როგორ მოიხსენიო, ჯერ არ ვიცი აქვთ თუ არა მათ ეს სტატუსი შეჩერებული. ნამდვილი გმინვა და გლოვა აქვთ ატეხილი და მე უბრალოდ გამაოცა და გამაოგნა იმ კომენტარებმა, რომელიც ამ ჟურნალისტების მხრიდან წავიკითხე, ისინი ღიად ამბობენ, რომ დიახ, ჩვენ ვიყავით ამერიკული რბილი ძალის აგენტები და ამით ვამაყობთ. აი ერთ-ერთი ჟურნალისტის ინტერვიუ იყო, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ დიახ, მე მჯერა რომ ამერიკული ძალაუფლების გამტკიცებას ვეხმარებოდი მის საზღვარ აგენტობას ხო არამე სხვა არ ქვია კაცო, ანუ ერთი სახელმწიფოს პირდაპირ ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ვიყავით რბილი ძალის წარმომადგენლები, რომლის მიზანიც იყო, რომ ამერიკული ძალაუფლება ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ გამტკიცებულიყო და ამას დიდი სიამაყით ამბობენ, არა ჯერ პირველი ამან გამაოცა ეს რო წავიკითხე რომ ამ ადამიანებს რა ვიცი ამდენი ხანი ასე ვაბრალებთ რო გვეუბნებიან რომ გვაბრალებთ რომ აგენტები ვართო თურმე მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ჯეროდა და უბრალოდ სწორი გონიათ ის რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს თანამშრომელი ხარ პირდაპირ გაგებით მაგრამ ამას რო შევეშვათ რამდენად უნდა გქონდეს მოლოდინი იმისი რომ ამერიკა მართლაც აპირებს რბილი ძალის დემონტაჟს მე ეს არალოგიკური მგონია იმიტომ რომ თუ სადმე ის აპირებს რომ დარჩეს და შეინარჩუნოს ძალაუფლება ალბათ რაღაც რეკონსტრუქციას გააკეთებს გეთანხმებით თენგო მე მინდა ხა ჩვენს მაყურებლებს შევახსენო კიდევ თქვათ აი დაუშვათ კონკრეტულად თქვენ საუბრობდით თავისუფლებაზე და ამერიკის ხმაზე მოდი გავიხსენო და ეს ყველაფერი უნდა ასე დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჭეშმარიტებამდე ვერ მივალთ ისტორიულ პარადიგმულ სიტუაციას განვიხილოთ რატომ შეიქმნა თავისუფლება და ამერიკის ხმა 50-იან წლებში შეიქმნა ხო იმიტომ შეიქმნა რომ დაპირისპირებოდა იდეოლოგიურად საბჭოთა კავშირს ანუ ამერიკის ხმა თავისუფლება და თავისუფალი ევროპა ეს სამი არხი იყო რომელიც მაუწყებლობდა მიუნხენიდან ეს ერთი პრაღიდან და მე შემდეგ პრაღაში იყო, მაგრამ პრაღაში ნუ აი სოციალისტური იმის მოშლის მერე, მაგრამ მიუნხენიდან საერთოდ ყველა მოკავშირე რესპუბლიკის ენებზე მიდიოდა გადაცემები დაწყებული ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული და ასე შემდეგ. და დიდი ფული იხარჯებოდა და ეს თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტი იხდიდა. ანუ საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელი ხალხებისთვის ვითომ და სიმართლე მოეწოდებინათ, ხო? ეს ამან თავისი ისტორიული როლი შეასრულა. საბჭოთა კავშირის დანგრევაში იდეოლოგიური თემით გარკვეული სეგმენტი ამათიც არის. მე უბრალოდ აი ჩანარს გავაკეთებ, მე მამაჩემის უფრო ჩვენს უსმენდი და ყველანაირ გამიგია რომ აი ვუდსტოკის ფესტივალი მაგალითად მოვისმინე მე მაგალითად პირადად გრიგოლ რობაქიძე მისი რომანი დაუშვათ იქ კითხულობდნენ და ასე შემდეგ და უამრავი კიდე ეგრეთ წოდებული დისიდენტი და აკრძალული ზვიად გამსახურდიას იქედან იკითხებოდა და იქედან აი ზვიად გამსახურდია რომ გამოსცემდა თავის არალეგალურ ჟურნალს
დისიდენტური მოძრაობა განსაკუთრებით რუსეთში ყველაფერი იქიდან მიდიოდა, კი ბატონო. და ჩვენ იქიდან გებულობდით, ხო, ვინც უსმენდით, მაგრამ მოსმენა საკონძნელი იყო, იმიტომ რომ საბჭოთა სპეცსამსახურების ეს ჩამხშობი ობიექტები სერიოზულად მუშაობდნენ, ახშობდნენ ამას და ნუ ძალიან ძნელი სტარულად ხდებოდა დამზადება რადიოების და ხო, კი ბატონო, კერძო და ესეთი იყო, კი ბატონო. მაშინ ხა საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავ და მეც მომისმენია რაზეა საუბარი. მაგრამ ამან რა რის თქმა მინდა იცით რომ ამან ყველა ეპოქას თავისი ისტორიული კონტექსტი აქვს რა. ამ ისტორიულ კონტექსტში ამან შეასრულა თავის როლი. ამან დაანგრია ის მონსტრი, რაც დანიშნულება მისცა. ჩადებული იყო ის კოდი რომ შენ უნდა დაანგრიო საბჭოთა კავშირი იდეოლოგიურად და გააკეთა. დაინგრა, არ არსებობს საბჭოთა კავშირი, ხო? ანუ როგორი ანაქრონიზმი იყო ამ მან ხო თავისი დანიშნულება ამოწურა. რას აკეთებდა ახლა ამერიკის ხმა ისეც რაც ჩვენ არ ვიცით. აი რას გადმოსცემს ისეც ხო უარესებია ჩვენთან ტელევიზიაში და მასმედიაში ვიდრე ამერიკის ხმა გადმოსცემდა რომ ანტისახელმწიფოებრივი გნებავ სენსაციური და გნებავ ყვითელი პრესა ხო ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ ჩვენ და მისი აი ასეთი კვინტესენცია გავაკეთოთ ხო აქ უფრო დისიდენტური ჩვენა ვართ ვიდრე ესენი ამიტომ ამაწურა მან თავისთავად და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო მისი დანიშნულება იყო ნული თქვენ რამე გაგიგიათ რეალური კონცეპტუალური ან ამერიკის ხმის ან თავისუფლების ან თავის ბოლოს ვიზახი როდესაც დამოუკიდებელი გავხდით ხო თუ არ გჭირდებოდა ის ინფორმაცია როდესაც მე ყოველდღე მაქვს ის ინფორმაცია რასაც ამერიკის რა თქმა არ მჭირდება და პლუს ამას უაღრესად დისკრეტირებული იყო უკვე და მარგი ქმედების კოეფიციენტი აღარ ჰქონდა აი პლურალისტული ისამა ხო მე მინდა დაუშვათ უყურებ სამთავრობოს მინდა უყურებ ოპოზიციურს და მე თვითონ გამოვიტან დასკვნას რა თქმა უნდა მე ამერიკის ხმა და ის არ მეხმარება არაფერში მან ამოწურა თავის აი მაშინ როდესაც აკრძალული იყო და მაშინ დეფიციტი იყო სრული ჭეშმარიტების და ობიექტური ინფორმაციის აღქმის ჩვენთვის და სიმართლის გაგების ხო აი მაშინ უკვე ის მაინტერესებდა მე იქიდან გავიგერო ნუგზარ შარია და იქ მუშაობდა რომ დარჩა ცნობილი ქართველი მსახიობი და იქ მუშაობდა იმ წამყვანი იყო რადიო თავისუფლებაზე და უამრავი სხვა ისეთი ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვერ ვგებულობდით მე ისიც მახსოვს რომ თავისუფლებამ გადმოსა და ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ როგორ გარიცხეს ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან ესეც იყო მე მახსოვს მე უსმენდი კაცო ეს არ იყო ისე საჯარო ინფორმაცია არა მე რა თქმა უნდა ისე იყო მაგრამ იქ სტენოგრამა იყო რომელიც წერლები როგორ და ვიღა თქვა ახლა არ მინდა ყველა გარდაცვლილია და თუ დაგაინტერესებთ მიბრძანდით არქივში და ნახავთ იმ ცნობილი წერლები და ვიღა თქვა და ვიღას ერთადერთი კაცი ვინც დაიცვა ნოდარ წულეისკირი იყო ზვიად გამსახურდია იქ დანარჩენმა ნუ არ ვიცი ახლა ის ვისაც დაგაინტერესებთ მიბრძანდი და იქ არის მწერალთა კავშირის პარტიული იმის კომიტეტის ხდომის ოქმი და წაიკითხე და ნახავთ იქ ყველა არის სტენოგრაფა მიცემული ვიღას იძახოთ ამბობდა ერთადერთი იყო ნოდარ წულეისკირი დასაწყვეტი რაღაცებიც არის შემდეგ მაგ სტენოგრამაში კი ხო და ასე რომ აი ესეთი რას მოვაყოლეთ ახლა ჩვენ ხო აი ამიტომ სწორი გააკეთა ტრამპი თავისუფლდება ზედმეტი ხარჯებისაგან იმიტომ რომ არარეალურ რან იგივე იუსაიდი აიღეთ რას აკეთებდა იუსაიდი ხო გაგიგიათ კაცო ტრანსგენდერი თაგვების ნუ სამარცხენო არ არის აი ეს ხო გასაგებია ეს უბრალოდ სახელდება სხვა იყო და სხვა შინაარსი იყო რა თქმა უნდა იქ ანტისახელმწიფოებრივი გასაგებია მაგრამ ესეც ხო უკვე სასაცილოა და ესეც ხო უკვე სამარცხენო ამხელა სახელმწიფო შენ ასეთ რაღაცებში ფულს ხარჯავ და არ არის გამორიცხული შეიძლება მართლა ხარჯავდნენ ხო შეიძლება მართლა ხარჯავდნენ ტრანსგენდერიზმი ისე ქონდათ მაგათ უკვე ვითხები უნდა გამოეყვანათ რა ქვია აფრიკის ქვეყნებში ხო და რაღაც მათი გამრავლების და პრეზერვატივები გაეფცელებინათ ღაზა სექტორში პრეზერვატივებისთვის ათეულობით მილიონი დახარჯულია ადგა ეს კაცი და სახელმწიფო მოაზროვნე კაცია და ნახა ნუ იგივე ილონ მასკი მეგო რუბიო იმიტომ რომ ეს USAID შედის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში სახელმწიფო დეპარტამენტში და თქვენ წარმოიდგინეთ ბიუჯეტი 1% ქონდა იმის USAID-ს 500 თუ 700 მილიარდი აქვს ამერიკას ეს რა ქვია მაგას ბიუჯეტი და 1% ამ USAID-ს აძლევდნენ და სად მიდიოდა ეს ფული ხო ფული რო გაიწერება იყო დანიშნულება უნდა იყოს სად მიდის ეს ფული და აი ამაში ათეთრებდნენ ასეთ რაღაცეებში
აი ეგ არის, ხო? ეს იყო კორუფციის როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მიდგომა იყო და სწორს აკეთებს ეს კაცი, რომელიც ბიზნესმენი კაცია და თვითონ იცის, იმიტომ რომ მე ამდენ გადასახადებს ვუხდი სახელმწიფოს, ხო? ანუ მე შენ გიხდი გადასახადს სახელმწიფოს. შენ ტრანსგენდერებში ხარჯავ მე. თავგვებში და ტრანსგენდერებში მიხარჯავ კაცო, ხო? ეს ხო ჩემი ჯიბიდან ამოღებული ფულია. რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ მე უბრალოდ აი ამ ჩვენი ლიბერალების სახეები მაინტერესებს ხოლმე სულ ამ დროს, რომ ჩვენ რომ აგებს ვამბობდით, აი ამ ყველაფერს რომ ვიძახდით. თქვენ კიდევ უფრო ადრე და კიდევ უფრო მეც ვიძახდით, ჩვენ ეს რაღაცას ჩვენ ხო ამის გამო ვიყავით, აი თვითონ ვიაქვთ ეს ტერი დაკენსილებული, ან საერთოდ გაუქმებული ყველანაირი სივრციდან, ყველანაირი ველიდან და ჩვენ ბრალდებოდა რომ რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვაგებდით და ჭინკები გველანდება და სრულ ჭკუაზე არა ვარ და დღეს ახლა ამერიკის პრეზიდენტი აკეთებს მაგ ყველაფერს და ესენი ისევ ისეთი სახეები ზიან გეგონება მე ვიყავი ამდენი ხანი ამ სისულელების პარლამენტში. აბსოლუტურად გეთხრე, იმიტომ კი არა ხა მე ვარ და ჩემ თავზე ვამბობ და სხვაებიც რა თქმა უნდა იყვნენ. როდესაც ვამბობდით რომ არის ახლა მე შემიძლია არქივში ვნახო და ამოვიღო პირადად ჩემ გამოსვლაზე და რა თქმა უნდა ჩემი კოლეგების და მეგობრების ამას ვამბობდით. ჩვენ ვამბობდით რომ მოვა ის დრო, როდესაც უკრაინას არავინ არ შეეკითხება, დაჯდება ამერიკა და მე თქვენთანაც არაერთხელ ვისაუბრია და რა ვიცი, კიდე 2-3 წლის წინა ჯერ კიდევ სხვა ტელევიზიაში რომ მუშაობდი, ობიექტივზე ვიყავი, მაშინ ვსაუბრობდი სტუდია ნომერებიდან მეც და ჩემი კოლეგებს, რომ დაჯდება და არავინ არ შეეკითხება და ეხლა დღეს ის ცნობილი სასადილოს თემა რომ გამოვიდა ნახეთ, ხო? ეგ სუპი იქნება, ეს იქნებაო და კეური კატლეტიო და უკვე ხუმრობენ, ხო? იმიტომ რომ არავინ არ ეკითხება რა. უკრაინას კი არა, ევროპას არ ეკითხება, ხო? და ამას რომ ვამბობდით ჩვენ, აი რუსების აგენტ თქვენ ესეთი ხართ მოსყიდო, აი თქვენ ისახართ პროპაგანდისტები, მისი ქართული ოცნებაც რომ იგივე 2 წლის წინ რომ დაიწყო ქართულმა ოცნებამ ტრადიციულ ქართულ კონსერვატულურ ფრანგზე რო გადმოვიდა, რასაც იზახოდა ხო ახტა ეხლა. რა ვქნათ ეხლა ლანძღოთ სიმართლე გააკეთა, ხო? მისაღებია თუ არ არის მისაღები ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური ძალა ეს სხვა თემაა, მაგრამ იმ რაციონს რატო უკარგავ რაც გააკეთა? აი რაც გააკეთა და იგივე გათვალა, ხო? გათვალა და დაგიდო ის სიმართლე და გითხრა ეს ასე იქნება, ეს ასე უნდა იყოს. მე ისეთი განცხადებების მახსოვს ეხლა ბატონო მამუკარო ოღონდ ეგ საქმეები აკეთონ და ჩვენ საერთოდ გვერდზე გავიწევით და მაგრამ ნუ კარგი. ამაზე არ არის ეხლა მე მართლა იქ კობახიძეს გულში რა უდევს, გულში რა ფიქრობს, ეგ კი არ მაინტერესებს. მის გაკეთებ წეღანას ვთქვით, აი როდესაც შევარნაძე ვლაპარაკ, ცუდი კონტექსტია რა თქმა უნდა და ეგრე არავინ გაიგოს, მაგრამ პიროვნულად კი არ ვაფასებ, კაცო, მე ვინმეს და პიროვნულად ის კი არ მაინტერესებს კობახიძე გულწრფელია თუ არა ამ ყველაფერში მისი გაკეთებული საქმე მაინტერესებს. ახლა საქმეს ხო ხედავთ კანონს რას იღებენ, ხედავთ პოლიტიკას რას ატარებენ, ხედავთ და რა ვიცი ისემ წუქნია კაცო თვითონ გულში რაც უნდა უფიქრია. მე მაინტერესებს რომ ჩემი შვილების მომავალი იყოს დაცული აი ამ რაღაც საშინელებებიდან. რომელი ხელისუფლება გააკეთებს, მე არ მაქვს მეტნო პრეტენზია რომ მთავრობაში მე მინდა ვიყო და დანარჩენ რომელი ხელისუფლებაც ამას გააკეთებს, ჩემთვის ის კურსი იქნება მისაღები. პიროვნულად არავის არ ვიცნობ ამ ხელისუფლებაში ისეც რომ ვინმე არ მომწონდეს ან ძალიან გულზე მეხატებოდეს. ძალიან აი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენი დამოკიდებულება ხა რაღაცაში მაგ შენიშვნები რა თქმა უნდა ეხა კონსტრუქციული იქ რაღაცა შეიძლება მომწონდეს ან არ არსებობს ეხა ადამიანი ყველაფერი მოგწონდეს ხო რაღაც არის და შენი ხედვა საკრიტიკოს მეტიც რა აქვს ეხა ამას ხო მაგრამ აი სახელმწიფოებრივი აზროვნებით რომლითაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ვიყავით საერთოდ არ გქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება, აი ჩვენი ბრალი არ იყო, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობა არ გქონდა ჩვენ 200 წელი და რო გავხდი დამოუკიდებლები, სამწუხაროდ ვერ მომასწარეთ, ვერ თაობა არ იყო ჩამოყალიბებული, ხო, ეხლა კომუნისტური თაობიდან მოსული კაცი და შევარნაძე იბრალებდა პირველი დემოკრატი მე ვიყავიო, წარმოგიდგენიათ კაცო, ბრეჟნევის იმას ვერ ცილდებოდა და კაცი მოვიდა მე ვიყავი პირველი დემოკრატი, თქვენ სად იყავითო, მე და გორბაჩოვმა გადავწყვიტეთო ისა სისტემონ ადამიანს ვითომ, ნუ ეხლა სისტემა უნდა შევცვალოთ. ვინ რაც გაბედა. მოიფიქრეთო, ხო, თან ერთ დღეს აღამოსა. ნუ სასაცილო, მაგრამ კაი დავანებოთ თავით. მაგრამ რომ უყურებთ ახლა აბსოლუტურად გეთანხმები, ხო? აი ეს კანონი ძალიან მომწონს. აუცილებლად დაგიჭერთ ხალხი, მხარს დაგიჭერთ ხალხნო, ნარკოპოლიტიკასთან აუცილებლად იღუპება ქვეყანა, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს. იგივე სხვადასხვა კიდე დამოკიდებულება, იგივე ფარას კანონი და ის კანონი რაც იქნება აბსოლუტურად გეთანხმებით. ხო ხედავთ გამჭვირვალე, აი ხო ხედავთ ამერიკის შეერთებულმა შტატების ფარამ გამოაქვეყნა გილაურმა როგორ იქირავა $600,000 გადაიხადა და იქირავა
ეკავა ლობისტური ფირმა. აი გილაურმა, იმ გასიებულმა ბოდიშით პრემიერ-მინისტრი რო იყო და რომელიც ანტისახელმწიფოებრივ გამოქვეყნდა. ეს ამერიკელებმა გამოაქვეყნა, ჩვენ არ გამოგვიქვეყნა. ი კანონში წერია რომ აუცილებელია. თუ არ გამოაქვეყნა დაიჭერდნენ ლობისტებსაც და გილაურმა გადაიხადა, როგორ გადაიხადა, ამას ალბათ კომპეტენტური ორგანოები მიხედავენ და ძალიან საჭირო იქნება. ხო, ეს კაცი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და აფინანსებდა იმას, რა ქვია, ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. გამოაქვეყნა ამერიკამ. ჩვენ არ გამოგვიქვეყნები, იმიტომ კანონის მოთხოვნაა. აი ამას ვითხოვდით ჩვენ, რომ ეს გვინდა და ზუსტად ეს კანონია. ბატონო, მეორე მოსმენით მიიღეს გუშინ კანონის ეს რედაქცია და იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც იმუშავებს მსგავს კანონი. აუცილებლად. თუ არ მოისპო, არ მოხდა, იცით, სერიოზული თემაა, იმიტომ რომ საბრძოლველი გვაქვს, ეხლა მეტნაკლებად პოლიტიკური თემა დაალაგდება. ხო, სახელმწიფო ყალიბდება, ხალხო, არ არის ესე მარტივი რა. თვითონ იგივე სახელმწიფო სტრუქტურები, იგივე სახელმწიფოს მოცემულობა. ეს ასე მარტივი არ არის. ზოგიერთ ქვეყანას 50 და 100 წელი დაჭირდა რომ სახელმწიფო შეიქმნეს და რაღაც სახე მიიღოს სახელმწიფოში, ხო? ნუ გვინდა ეს ქართველები, ნუ აუ დღეს გვინდა, ხვალ გვინდა, არ არის ასე მარტივი რა. ხო ხედავთ როგორი კონფიგურაცია და როგორი დაზაბული პოლიტიკური ანტურაჟია გნებავთ რეგიონში და გნებავთ სოფლიოში, ხო? ამას მოვერგეთ პირველი ხელისუფლება, რომ ტერიტორია არ დაუკარგია და ომი არ ქონია. ეს მაინც ეს რაციონი ვთქვათ, ხო? კი ბატონო, არ გინდა აკრიტიკე, მაგრამ იმას ნუ აკეთებ, რომ შენ რაც რაციონია და რეალურია და რაც გაკეთე და იმას ნუ კარგავ რა. ნუ კარგავთ, ხო? ეს ხო ჩვენი შვილებისთვის კეთდება, ჩვენ წარმავალი თაობა ვართ, ჩვენი ახალგაზრდობი არავის ზურგზე არ მოიკიდებს და არ წაიღებს არა. დედამხმებით. რაღაცა რა თქმა უნდა არნიშნავს იმას, რომ საკრიტიკო არა აქ ამ ხელისუფლებას დაწყებული ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკით და მე უბრალოდ სხვა შორის აი თქვენი აზრით საინტერესო იქნება ბატონო მამუკა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს გაუჩნდა პრეტენზია, რომ ის უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფო, მან თავად უნდა შეძლოს საკუთარი თავის მართვა, ეს არ არის მხოლოდ პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობაც ერთგვარად. ის რაც აქამდე ხელისუფლებებისთვის საქართველოში იყო მეორე მესამე პლანზე გადაწეული სოციალური, ეკონომიკური საკითხები და პრინციპში აი დასავლეთზე იყო ეგ ამბები მინდობილი რომ აი დასავლეთი გრანტ ჩაგვირიცხავს და მაგით მივხედავთ ამ საკითხებს ასე ვეღარ გაგრძელდება ანუ ხელისუფლებას მათ შორის მოუწევს პასუხისმგებლობების აღება ისეთ საკითხებზეც და სეგმენტებზეც რაც აქამდე იყო დასავლეთის პრეროგატივა ზუსტად მე მგონია რომ მათ მოუწევს მათ შორის ეკონომიკურ სოციალური საკითხების შემოტანა სოციალურ პოლიტიკაში აბსოლუტურად გეთახმები და გავაკეთოთ კიდევაც საერთოდ ერთი აი ეს რა არის ესეთ აი სამწუხაროდ აი ცოტა აკადემიური ცოდნაც გვინდა უნდა საზოგადოებას მე შეურაცხყოფას არავის არ ვახენებ მაგრამ ჩვენ ყოველთვის იმპულსური და ემოციური ხალხი ვართ რა აი ყოველთვის რაღაცა უცბად გვინდა აი აკადემიური დინჯად აი ის ინსპირაცია რაც იქნება დამოკიდებულება ცოტა გავიაზრო დავწა არა აი მიდი და ესე გვინდა არ გამოვა ასე ხო ხედავთ არ გამოვიდა მოჩქარესო მოუგვიან ქართული გამოთქმა რომ არის ხო ამიტომ ყალიბდება კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ქვეყანა ეს სახელმწიფო ჩამოღო თავის პრიორიტეტებს განსაზღვრავს თენგო მაგრამ აი ის რაც კეთდება ხო ნუ ხარ რა უმადური ერის ნუ ვტოვებთ ამ შთაბეჭდილებას რა ამ მოცემულობას რომ ჩვენ უმადური ვერ ვართ ეხლა მე იმის მომხრეკა გამოხვიდე და მადლობები უხადო ხელისუფლება ვალდებულია რასაც აკეთებს ეს არის მის სოციალური შეკვეთა ანუ ჩვენ ელექტორატი უკვეთავთ მე ხელისუფლება იმიტომ ავირჩიე რომ მისი პროგრამა მომწონდა დაუშვა და მინდა რომ ის გააკეთოს ხო რა თქმა უნდა ეს არის მოცემულობა და დანიშნულება ხელისუფლების პოლიტიკით უნდა ვიცხოვრო და არა პოლიტიკის ხარჯზე მაგრამ ეს ყველაფერი გასაკეთებელია ხა იგივე კორუფციული მომენტები იგივე დაუშვით რომ დაწყნარდება ეს ქვეყანა და უკვე შიდა სიტუაციას დაწყნარდება საგარეო მეტნაკლებად დაწყნარდება უკვე მიეხედება ამ ეკონომიკასაც რაც შენ თქვი და გაკეთდება ყველაფერი პოტენცია გვაქვს საშუალება გვაქვს გეოგრაფიული სიტუაცია უწყინვალესი გვაქვს და ხელს გვიწყობს ხო ყველანაირად მოდით რა გავაკეთოთ კაცო ეს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ არ გამოთქვა აუცილებელია და უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია რომ არ მიეცეს თვლემარე რეჟიმში არ გადავიდეს ხელისუფლება და თვითხიბლში არ იყოს ეს რა თქმა უნდა იყოს მაგრამ ვიყოთ კონსტრუქციულები კაცო შეურაცხყოფას ნუ ვახენებ კონსტრუქციულები აი მე რაც მაქვს ჩემი აზრით ბატონო მამუკა ბევრთან ეს პრეტენზია კონსტრუქციულიც და ალბათ კვალიფიციურიც უნდა იყოს ასე შემთხვევაში და ამ ყველაფერს აი სპობს ჩასაფრებულის პოზიცია რომ აი თქვენ არიყავით მაშინ ამას ამბობდი და ეხა მაგას იძახის იგივე ადამიანი რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა რომ ოღონდ ესენი გაკონსერვატო
დავატორდნენ, ოღონდ რაღაცა გააკეთონ და მე საერთოდ გვერდზე გავიწევი. დღეს აკრიტიკებს ეგრო, აი ადრესე რატო ეს არათანმიმდევრულობა საბოლოო ჯამში არ არის ასე ვთქვათ სერიოზული რა და ყველა მიხედავს მაგრივ თავის თავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ძალიან ბევრ საკითხში საკრიტიკო, იგივე მიგრანტების პოლიტიკასთან დაკავშირებით რო ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ეხლა სრულიად უჭერ მხარზე ეს უკონტროლო მიგრაცია რაც ამ ქვეყანაში არის. ეს პაკისტანი გასულ ტაქსი დასარებულებელია ყველა ვარიანტში. ტაქსი იძახები, ქართული არის ის, რუსული არის ის, ინგლისური რა ენაზე ველაპარაკობ. მიმიკის ენაზე აუცილებელია მისაღები კანონი რომ არა არის იცით ეგო ბოდიში ეს კერძო ბიზნესია და შეიძლება სახელმწიფო იმ დოზით ვერ ჩაერევა, მაგრამ მას აქვს ბერკეტები რომ ლიცენზია რაღაცა 1000 რაღაცა ან კანონის მოთხოვნაა საქართველოში ვინც არის სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს კაცო ეს მოთხოვნაა ჩვენ კონსტიტუციური თაგვ გვაქვს ხო სახელმწიფო ენაც ის არის აბსოლუტურად გეთახმები მე ერთი რაღაცა შენ რო თქვი ყოველთვის მახსოვს როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა რო განაცხადა გახსოვთ ქალია კაცია ოჯახური რა გაუკეთეს არიბაშოს ხო გახსოვთ ჩადეს კუბოში გვარი წერია ამ სიტყვის ტერი და ეს ვინ ყოფილა საქართველოს და კაცმა პირდაპირ თქვა რომ ჩვენ ვართ რო ოჯახის წმინდია რა ქალია კაცია და რა გაუკეთეს და დღეს იგივე ნარატივს აგრე 3 წლის მერე ტრამპი ამბობს და ამერიკული იგივე ნატოსთან დაკავშირებით იქ რო შეეკითხნენ რა გახდა მიზეზიო და ნატოს გაფართოება გახდა მიზეზიო ამის გამო გვაქვს მოღალატედ გამოაცხადეს რომ ეს როგორი კადრა და როგორ თქვა და არა მხოლოდ ქართველებმა მათ შორის აი ამ ევროპელმა ლიდერებმა რა დღეში ჩააგდეს იგივე ირაკლი კოხაძე როგორი ზეწოლა ქონა იგივე პაპუაშვილის გამოსვლები ღირსეულები არიან ბიჭები რატო აი რატო ხო შეიძლება რომ ვიღაცამ გამოხვიდე და თქვა რომ კაცო ჩვენ ეს ქონდა ეს ზეწოლა მაშინ ხო არ უთქვიათ მაგრამ ხო იგრძნობოდა შინაგანად რომ ასეთი ზეწოლები მიდიოდა ხო აი სულზე მოგვისრო ალბათ ტრამპის ხელისუფლება აი ნამდვილად გეუბნებით რომ გაგზელებული იყო ის დაუშვათ რაც იყო ბაიდენის დღეს საქართველოს შეიძლება სამოქალაქო ომი ყოფილიყო ნამდვილად და არ ვიცი მართლა როგორ ჩანს გქონდათ ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია და არ მგონია რომ არ ვიცი ნეტა ყავდეს ესეთი ძალიან მაგარი ანალიტიკური ცენტრები რომლებიც აი ესე 2 წლით ადრე გათვლიან ესეთ პროცესებს მაგრამ ხელისუფლებას არ ვიცი რამე ინფორმაციები ქონდა თუ საკუთარი ანალიზით მაგრამ აშკარად ორი ფსონი ედო და აი ეს შეჯარება შეიძლება პროგნოზებს ქონდა ინფორმაციას ქონდა და ყველაზე მთავარია ჩემოთენგო ნება იყო შენ ნება არ გექნება რა გინ პროგნოზი კონდეს რა გინ სურვილი კონდეს რაც არ უნდა კონდეს ამას ვერ გააკეთე აი ნება როცა არის და შენ ამას აკეთებ იმიტომ რომ შენ ჭირდება შენ ქვეყანას და შენ ამის პოლიტიკური ნება გაქვს ხო აი წინ ვერაფერი ვერ დაგიდგება კედელს გაანგრევ სიმართლე აი სიმართლე და ნება ერთმანეთში აი ეს ორი სიმბიოზი და ტანდემში რომ მოვიდა ეს ორი რეფრენი აი უკვე ამან ყველანაირად ხელი შეუწყო ამ ქვეყანას თან კაცო ხო არ არის ეს ქვეყანა ჩვენ ვართ ტრადიციული ერი ხო ყველა ეს ხო თავის დამახასიათებელი თვისება აქვს ხო და იმასაც გააჩნია არ ცხოვრობთ ბატონო ჰოლანდია არ არის ჩვენი მეზობელი და საფრანგეთი ხო ნახოთ რა ადგილას და ვის ვინა მეხოს მეზობლები ხო ო ესეც გასათვალისწინებელია კიდევ ერთ პარალელს ვიტყვი აი ამ საკითხზე მე აი მართლა სიამაყის გრძნობა მაქვს ამასთან დაკავშირებით როგორ ჩანს ქართულ საზოგადოება მათ შორის არის უკვე იმუნიტეტი აქვს ძალიან ბევრ საკითხზე გამომუშავებული რომ აი 2, 3, 4 თვის წინა წელს არჩევნების პერიოდში ხო არ ვიცოდით კიდე წინ რამხელა პროცესები გველოდებოდა მაგრამ საზოგადოება არ აყვა აი ამ დაგეგმილ პროვოკაციას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს უკვე არის ცხადი იმიტომ რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად დაემხობოდა ქართულ საზოგადოებას რომ მაშინ არასწორი არჩევანი გაეკეთებინა და რაოდენ დიდი სიბრძნეზე მეტყველებს ეს ქართული საზოგადოების მათ შორის იმ პროცესებთან მიმართებაში რასაც ჩვენ ახლა უყურებთ მაგალითად სერბეთში სადაც აი დღეს უკვე ხელის გულზე დევს ყველაფერი მაგრამ აი უჩიჩი გადააყენეს სერბმა ხალხმა ვერ ვიტყვი რომ ხა სერბეთს ისტორიული გამოცდილება არ აქვს პირიქით მე-20 საუკუნეში არ ვიცი რაც ამ ქვეყანას დამართეს რომ პირველი მსოფლიო ომი მან შეჭრა დაიწყო მეორე მსოფლიო ომში საშინელება ბოლოს ნატომ დაბომბა კიდე მაგრამ არ ვიცი ამ ხალხს რა ჭირს რომ მათ აყენეს უჩიჩი სერბები არიან ჩვენი სულიერი ძმები მართლმადიდებლები არიან ძალიან გულშემატკივრობ ამ ხალხს არ დამალავ ძალიან მიყვარს ეს ძალიან უდიდესი პატივისცემა სერბების მიმართ აბსოლუტურად გეთანხმები მაგრამ ეს სიბრძნე ვერ გამოავლინა ამ ხალხმა რაც ჩვენ გამოვავლინეთ აი ზუსტად ძალიან კარგ პათოს მიაგენი შენ თენგო აი ზუსტად ეს დამოკიდებულება რომ ერი და ბერი ერთად ავართო ხო აი
ამან გადაგვარჩენა ჩვენ და ეს გადაგვარჩენს ერთიანობაა ჩვენი გადარჩენის ყოველთვის იყო ისტორიულად და ყოველთვის იქნება ამიტომ ჩვენი ერი აი ხალხი თვითონ ელექტორატი ხო ასე ერთგულად რო დაუდგა სახელმწიფოს და სახელმწიფოს დაუდგა მე ყოველთვის ვამბობ ამას რომ 17 მაისს შარშან თუ გახსოვს როდესაც პატრიარქმა უწმიდესმა ოჯახის სიწმინდის დღით გამოცხადა მილიონზე მეტი ქართველი გამოვიდა ქალაქებში ხო ყველა არანაირი მოწოდება არანაირი ხო მრევლი ვართ, აბა რა ვართ, ყველა ქართველი მრევლი ვართ, კაცო. ჩვენი დედა ეკლესიის, ხო, ყველა გამოვიდა, ხელისუფლება გამოვიდა და ხალხს დაუდგა. აი ეს მაგალითი უნდა მისცენ რა. ეს არის ჩვენი გადარჩენა და გადამრჩენი და ზუსტად ამან გადაგვარჩინა და ხვალაც ეს გადაგვარჩენს. აი ეს ერთიანობა და ერთადყოფნა. ეს მინდა უსურვო. დიდი მადლობა ბატონო მამუკა, ძალიან საინტერესო და დინამიური გადაცემა გამოგვივიდა, ამიტომ მიყვარს ხოლმე თქვენი სტუმრობა და დიდი მადლობას გადაგიხდით ამ დროისთვის, რომელიც დაგვითმეთ. შეგახსენებთ, რომ ბატონი მამუკა კარტოზია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, იმედი მაქვს მოგვეწონათ ჩვენი საუბარი. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ხვალამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.